მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ ხართ Harmony Drive-ზე, მე დაჩი ვარ. ეს კი მეორე ნაწილი არის ჩემი პირადი პროექტის, ვისაც პირველი ნაწილი არ გინახავთ, ლინკი აღწერაში იქნება, გადადით და უყურეთ. წინა ვიდეო შეწყდა ნაწილების გამოწერის მომენტში, ხოლო ამ ვიდეოს უკვე ვიწყებთ ჩამოსული ნაწილებიდან. ჩვენი ნაწილები ჩამოვიდა 28 დეკემბერს, ცენტრში მივედით, გავხსენით, ნახეთ ყველაფერი წესრიგში იყო და ყველაფერი რაოდენობით იყო ჩამოსული, როგორც შევუკვეთეთ. კი, დამატება არის დამატების. ეს ნაწილები ჩამოგვივიდა ახლა. ეს ენა ფიგიო. ამის შემდეგ უკვე ჩამოვიდა ჩვენი ტორპედო, რომელიც ამერიკიდან გამოვიწერეთ, როგორც გითხარით, გამდინარე იქიდან, რომ ჩამოსვლის ვადა უფრო მოკლე ქონა, ვიდრე ცენტრში რო შეგვეკვეთა და პარალელურად გადამწონა იმან, რომ ამერიკიდან შეკვეთისას ძაფისფერის შერჩევა შემეძლო. როგორც გითხარით, არის 6 იანვარი დღეს. საკმაოდ დიდი დრო გავიდა უკვე ბოლო ვიდეოდან და არის რაღაც აპდეიტები. რაც შეეხება ჩვენს კიდევ ერთ საიდუმლო ნაწილს, ასე ვთქვათ, არის საბაჟოზე გაჩერებული. უკვე დაახლოებით 14 დღე შესრულდება, რაც არ გვატანენ და გამოდიანებ მაქედან ეგ ცოტა გაგვიწელავს თვითონ პროცესს მანქანის აწყობის, თუმცა ეგ ნაწილი როგორც კი იქნება, მთლიანად დაიწყო მანქანა. ხოლო შემდეგი ძალიან დიდი ნაწილი იყო ინკოგნიტო ამანათი, რომელსაც არ ვიძახდი, რამ ხონდა გამოწერილი. ეგეც ჩამოგვივიდა და წავედით სამოსაღებად. დღეს არის უკვე 9 იანვარი, ჩამოვიდა ის ინკოგნიტო ამანათი ჩვენი მანქანისთვის. ეს და ეხლა მოვედით ერთ-ერთ კომპანიაში, რომლის საშუალებითაც ჩამოვიდა. საკმაოდ რთული იყო წაღების პროცესი და შემდეგ უკვე ნახავთ და მიხვდებით კიდევაც ზომიდან და ფორმიდან გამომდინარე და შემდეგ უკვე შიგნით რა იქნება, იმასაც ნახავთ და ვფიქრობ, რომ უნდა მოგეწონოთ. ესე იგი, ჩამოვიდა ჩვენი ინკოგნიტო ამანათი. საკმაოდ დიდი ხანი ველოდე დაახლოებით 3.5 თვე. 3 თვე უხეშად რო ვთქვათ. პურა არის მაგას უკვე ტოიოტას ცენტრში მომივალთ, იქ გავხსნით და გაჩვენებთ. ანუ ზომიდან გამომდინარე მიხვდებოდით, მაგრამ მაინც ძალიან მაწვალა ამ ამანათმა. ხო და მოკლედ დაგიბრუნდებით ცენტრის კადრიდან. შემდეგი ეტაპი უკვე იყო BMW-ის ცენტრში წასვლა. BMW-ის ცენტრში წავედით, რომ გვიყიდა ზეთები, ზეთის ფილტრი, ანტიფრიზი და ალების სანთლები. დღეს მივდივართ BMW-ის ცენტრში, დილომში, რომ ვიყიდოთ ზეთები, ალების სანთლები, სვეჩები, როგორც გინდ ისე დაუძახეთ და ანტიფრიზი. უშუალოდ ცენტრიდან გავაკეთებთ მეორე ჩართვას. და უკვე BMW-ის ცენტრიდან წავალთ ისევ ტოიოტას ცენტრში. გამოვედით, ესე იგი, ანტიფრიზი ავიღეთ, სვეჩები ავიღეთ. ზეთის ფილტრი, ზეთ ავიღეთ. კასტროლის ეს 530-ები. ეს ჩვენი ფილტრი. ან წავედით ახლა ტოიოტას ცენტრში.
შემდეგ უკვე წავედით Toyota ცენტრში, რომ შეგვეცვალა ესეთი ჩასმულიყო ის ანტიფრიზი, რაც ეკუთვნოდა, გამომდინარე იქიდან, რომ და ესხას BMW-ის ანტიფრიზი და ალების ანტრები, იმიტომ შევცვალე, რომ მაინც თავი დამეწყვიტა. მოკლედ ახლა ზეთი უნდა შეიცვალოს, ალების ანტრები უნდა შეიცვალოს და ანტიფრიზი უნდა ჩავასხოთ. ჩვენ მოდამდე BMW-ის ანტიფრიზი ზეთი და ესეთი შეჭერი ქართუნა იყო ჩაჭრა. ახლა ისე უკვე ამ ზეთის შეცვლის პროცედურებში მანქანაც რა თქმა უნდა იწყობოდა და თითქმის საბოლოო ვიზუალს ხედავდი, თუმცა სანამ ბამპერს არ მიაყენებდნენ წინ, იქამდე მაინც არ მქონდა რა წარმოდგენილი, როგორი შეიძლება გამოსულიყო. თან ინკოგნიტო ამანათიდან გამომდინარე, მაინც ვფიქრობდი რა, როგორ ჩაჯდებოდა იქ ყველაფერი ერთმანეთში. თუმცა უკვე საშუალო ვიზუალი ნათელი იყო, როცა მარჯვენა ფარიც დაყენდა, ეხლა კადრებსაც ნახავთ თქვენ პარალელურად როგორ მდგომარეობაში იყო. კაპოტი უკვე დაყენებული არის. მალე მწოდი ხნება უკვე ნახაზი გვაქვს და ეს კაპოტიც ძალიან უხდება ხარ დაკეტილი ჩვენი ახალი ვიზუალის გარდა პარალელურად რა თქმა უნდა სალონის აწყობაც მიმდინარეობდა დაყენდა ტორპედო და თლიანად აიზღორა სალონი რომ ნახე დაურწყურდა ძალიან ჩემზე მორგებული ინტერიერი იყო პლუს ძალიან შეკრული გამოვიდა ის ყველა დეტალი რაც მინდოდა კარგად დაჭდა სალონი თითქმის დასრულებული არის და ძალიან მომწონს რა მართლა საჭეც სხვა შორის ლაივში ვიყოთ უკეთესია ვიდრე ვიდეოებში ჩანს ამასობაში მოვიდა უკვე 7 თებერვალი ჩემი მანქანის გამოყვანის დღე გეტყვით რომ 7 თებერვალამდე უკვე აღარ ვნახულობდი მანქანას რომ არ მინდოდა მენახა ბამპერ მიხენებულზე როგორი ვიზუალი მქონდა და მეთქი ბარემ დასრულებულ ვერსიას ვნახავთ. მოკლედ მივედი Toyota ცენტრში, დღის მეორე ნახევარი იყო. ცოტა ხანში თქვენც ნახავთ ჩემს რეაქციას როგორი იყო. პირველად რომ დავინახე, არაფერი შესასვლელთან ვიდექი, გიორგი მომიყვანა, დავინახე და მივხვდი რომ ის მანქანა იყო. ზუსტად რა ხედვაც მქონდა და რა რისი სურვილიც მქონდა რომ მიიღო ერთი-ერთი ზუსტად იმაზე უკეთესი შედეგი მივიღეთ, ვიდრე ვფიქრობ. ეხლა ვარ მოსული Toyota ცენტრში თეგეტაში და მოკლედ უკვე დასრულებული სახე უნდა ვნახოთ. ცხვირი ზუსტად იმ ეტაპზე მაქვს ნანახი როგორც ვიდეოში იქნებოდა. შესაბამისად ვნახოთ როგორი გამოვიდა. მაიმედია კარგად ისმის, იმიტომ რომ ცოტა ხმაური არის გარეთ და ვნახოთ როგორი გამოვიდა უკვე უშუალოდ საბოლოო სახე. მე კი ვხედა უკვე დაახლოებით, მაგრამ ვნახოთ აბა როგორი არის. ძალიან მაგარი გამოვიდა, ძალიან სასწაულია. ძალიან მომწონს, აი მართლა ძალიან მომწონს. თქვენ ჯერ არ განახებთ, მინდა რომ ცოტა ხანი დაგტანჯეთ. ძალიან მაგარია, მართლა ძალიან მაგარია. ესე იგი, აი ესეთი გამოვიდა ჩვენი სული. უკვე დასრულებული ხდით. ჯერჯერობით როე შევედი რომ ჩემი იყო პაკეტული არის ახლა კი ალბათ ყველა დაგტანჯეთ რომ არ გაჩვენებთ მანქანის საბოლოო სახეს და მოკლედ წარმოგიდგენთ ჩემს ახალ 2022 წლიან Unin Edition Toyota Supra-ს